ეს არის რეჟიმი, რომელიც აწლეულებია ანტიიმპერიალიზმის ნიღბით საკუთარ მოსახლეობას ძარცვავს. რა არის მიზანი, თუ კი საქმე აშშ-ს სამხედრო ინტერვენციამდე მივა? ჩვენ ან დავდებთ გარიგებას, ან მივიღებთ მას ამა თუ იმ გზით. ირანის ელიტა მზად არის ქვეყანა სასაკლაოდ აქციოს, ოღონდ საკუთარი სავარძლები შეინარჩუნოს. ეს არის უკიდურესად სახიფათო ვითარება, სადაც ორივე მხარეს ესკალაციისკენ აქვს სტიმული. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის იმპერიული მართვის პუნქტი, რომელიც წელიწადში ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს თუ საით აპირებს კაპიტალი მომავალში იერიშის მიტანას. სწორედ ამიტომ ვართ ამერიკელები, ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირები და მომთხოვნი. პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან სერიოზულობასა და ორმხრივობას სწორედ იმიტომ ითხოვს, რომ ჩვენი საერთო მომავალი ძალიან გვადარბებს. ნატოს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა არ არის. ეს თავად შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაცაა. დაფიქრდით ამ ფრაზაზე, რას ნიშნავს ეს შვებულობა? ეს ნიშნავს აწლეულებს, როდესაც ევროპული ელიტები თავს იტყუებდნენ თითქოს მათ მოაწყვეს პროგრესული, ჰუმანური და სოციალური წესრიგი. რუსეთი ფრონტზე ვერაფერს ახერხებს. გარდა იმისა, რომ საკუთარ მოქალაქეებს ხორცაკებ მანქანაში ყიდს. რომ ამ ომის საფასურს ახლა ჩვენ ვიხდით. გასულ წელს ამერიკული დანახარჯები ამ ომისთვის ნულთან ახლოს იყო. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში წისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ოლში ნახავთ. დღეს ჩვენი ყურადღება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეჩერდება. კონფერენცია 1963 წელს დაარსდა, ცივი ომის შუაგულში. მაშინ მას სამხედრო ცოდნის შეხვედრას უწოდებდნენ. იდეა მარტივი იყო: დასავლური იმპერიალიზმის ელიტებს, გენერლებს, ბანკირებსა და პოლიტიკოსებს უნდა შეექმნათ ერთიანი ფრონტი საბჭოთა ბლოკის წინააღმდეგ. მას შემდეგ მიუნხენი იქცა გლობალური კაპიტალის მთავარ საკურთხევლად. მას ხშირად უწოდებენ დაოს სიარაკით. თუ დაოში საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა გაძარცვონ მსოფლიო ეკონომიკურად, მიუნხენში წყვეტენ რა სამხედრო ძალაა საჭირო ამ ძარცვის დასაცავად. ეს არ არის დემოკრატიული ფორუმი, აქ არავინ უსმენს ხალხის ხმას. ეს არის დახურული კლუბი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებში ძვირადღირებული კონიაკისა და სიგარების თანხლებით იხაზება მომავალი ომების რუქები. ნაწილდება იარაღის კონტრაქტები და წყდება ვინ უნდა გაიწიროს უსაფრთხოების სახელით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის იმპერიული მართვის პუნქტი, რომელიც წელიწადში ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს თუ საით აპირებს კაპიტალი მომავალში იერიშის მიტანას. წლევანდელი 62-ე კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან ის დასავლური ჰეგემონიის ყველაზე მწვავე კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. 10 წლეულების განმავლობაში ეს ხალხი გვაჯერებდა, რომ ისტორია დასრულდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი მთელ პლანეტას მოიცავდა და მშვიდობას მოიტანდა. ეს იყო ილუზია, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს: დასავლური კორპორაციების დაუბრკოლებელ ექსპანსიას. დღეს ეს ილუზია ნამსხვრევობადაა აქცეული. მსოფლიო აღარ არის ერთპოლარული. გლობალური სამხრეთი, ჩინეთი და სხვა მოთამაშეები აღარ თანხმდებიან ვაშინგტონის დიქტატს. სწორედ ამიტომ, როგორც წინა, ისე წლევანდელი მიუნხენი აღარ იყო პროგრესზე საუბარი. ეს იყო ალყაში მოქცეული იმპერიის კრება. თუ ადრე მიუნხენში საუბრობდნენ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ახლა რიტორიკა გადავიდა ცივილიზაციურ გადარჩენაზე. ეს არის ძალიან საშიში მომენტი ისტორიაში. როდესაც კაპიტალისტურ სისტემაში ერთი მხარე ხვდება, რომ ეკონომიკურ კონკურენციაში აგებს, ის ყოველთვის მიმართავს მილიტარიზმს, შოვინიზმს და ძალადობას. მიუნხენი 2026-ის მთავარი გზავნილი სწორედ ესაა. იმპერია იხსნის ლიბერალურ ნიღაბს და გვიჩვენებს თავის ნამდვილ რეაქციულ სახეს. ამიტომ დღეს არ ვაპირებ მოგიყვეთ ზღაპრები იმაზე, თუ როგორ ინგრევა დემოკრატია, ან როგორ კვდება ძველი კეთილი საერთაშორისო წესრიგი და სამართალი. მოდით გულახდილები ვიყოთ. ის, ასაც 10 წლეულების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგს უწოდებდნენ, სხვა არაფერი იყო თუ არა ამერიკული ჰეგემონიის ლეგვის ფოთოლი. ეს იყო სისტემა, სადაც ვაშინგტონი ადგენდა წესებს, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს მოეთხოვებოდა ამ წესების დაცვა, სანამ მათ თავად შტატები ყოველდღიურად ფეხქვეშ არ გათელავდა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2026 სწორედ ამ თვალთმაქცობის კულმინაცია.
თუ აქამდე იმპერია ცდილობდა თავისი აგრესია ადამიანის უფლებების ან თავისუფალი ბაზრის ლოზუნგებით შეეფუთა, გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ეს ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნა. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ამბობს, რომ ადრე მსოფლიო თუნდაც შედარებით სამართლიანი იყო და ახლა ტრამპის ადმინისტრაცია აფუჭებს ყველაფერს. არა, ეს უბრალოდ იმპერიის ახალი ეტაპია. კაპიტალიზმმა მიაღწია იმ ზღვარს, სადაც ლამაზი სიტყვები ვეღარ მუშაობს და საჭირო გახდა პირდაპირი ფაშისტური ტიპის მობილიზაცია ბარბაროსების წინააღმდეგ. რუბიომ დაგვანახა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს თავაზიანი მოვლელი დასავლეთის დაღმასვლისა. ის ირჩევს აგრესიულ რესტავრაციას. დააკვირდით, როგორ იწყებს რუბიო თავის გამოსვლას. ის არ საუბრობს მომავალზე, ის საუბრობს სისხლზე, წარმოშობასა და სულიერ კავშირზე. მან პირდაპირ თქვა, ჩვენ ამერიკელები შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ევროპის შვილები. ასე რომ, იმ ეპოქაში, როდესაც საგაზეთო სათაურები ტრანსატლანტიკური ერისა და კავშირის დასასრულს გვამცნობენ, მინდა ყველასთვის მკაფიოდ და ნათლად ითქვას. ეს არც ჩვენი მიზანია და არც ჩვენი სურვილი. რადგან ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროშია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ევროპის შვილად. მან ახსენა კოლუმბი, როგორც ქრისტიანობის მომტანი და პიონერი ერის ფანტაზიის გამსაზღვრელი ლეგენდა. მან ახსენა ინგლისელი სეთლერები, რომელთა წინაშეც ამერიკელებს უალი აქვთ. შოტლანდიელი ამაყი და გულადი კლანები ოლსტერის ბორცვებიდან, რომლებმაც ამერიკას მისცეს დეივი კორკეტი და ნილ არმსტრონგი. მან არ დაივიწყა გერმანელი ფერმერებიც, რომლებმაც ამერიკული ლუდის ხარისხი გააუმჯობესეს. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უწყინარი ნოსტალგია გეგონებათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ისტორიის პრივატიზაცია და წმენდა. ამ სურათში არ არსებობს მონობა. რუბიოსთვის შავკანიანი ადამიანების 400 წლიანი წამება ამ მიწაზე არაფერია. მის სურათში არ არსებობს ძირძველი მოსახლეობის გენოციდი. მისთვის ამერიკა არის მხოლოდ ევროპული ცივილიზაციის გაგრძელება. We are part of one civilization, Western civilization. ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, რომელიც ერთმანეთთან უღრმესი კავშირებითაა შეკრული. ეს კავშირები საერთო ისტორიით, ქრისტიანული რწმენით, კულტურით და იმ მსხვერპლით არის გამოჭედილი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საერთო მემკვიდრეობისთვის გაიგეს. სწორედ ამიტომ ვართ ამერიკელები, ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირები და მომთხოვნი. პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან სერიოზულობასა და ორმხრივობას სწორედ იმიტომ ითხოვს, რომ ჩვენი საერთო მომავალი ძალიან გვადარბებს. რატომ საუბრობს რუბიო ცივილიზაციურ კონტექსტში? იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკას ცივილიზაციურ ჩარჩოში სვამ, ნებისმიერი, ვინც ამ თეთრ ქრისტიანულ ნარატივში არ ჯდება, ავტომატურად ხდება ეგზისტენციალური საფრთხე. ეს არის იდეოლოგიური მომზადება ახალი გლობალური აპარტეიდისთვის. რუბიომ ღიად დასცინა იდეას, რომ ვაჭრობა, კომერცია და საერთაშორისო ინსტიტუტები ნაციონალურ ინტერესებს ჩაანაცვლობდა. მან ამას სულელური იდეა უწოდა, რომელმაც 5000 წლიანი ისტორიის გაკვეთილები უგულებელყო. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ საუბრობს ის გაეროზე. მან ის პრაქტიკულად სანაგვეზე მოისროლა. რუბიომ თქვა, რომ გაერომ ვერ გადაჭრა ვერც უკრაინის ომი, ვერც ღაზას კრიზისი და ვერც ირანის საკითხი. გაეროს კვლავ აქვს პოტენციალი იყოს სიკეთის იარაღი. თუმცა ვერ უგულებელყოფთ, რომ დღეს ყველაზე მწვავე საკითხებში მას პასუხები არ აქვს და პრაქტიკულად არანაირ როლს არ თამაშობს. მან ვერ გადაჭრა ომი ღაზაში. პირიქით, მხოლოდ ამერიკულმა ლიდერობამ გაათავისუფლა ტყვეები და მოიტანა მყიფე ზავი. ანალოგიურად უკრაინაშიც აუცილებელი გახდა ამერიკული ლიდერობა და პარტნიორობა, რათა მხარეები მშვიდობის ძიებაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. და იცით რა არის მისი ალტერნატივა? პირდაპირი სამხედრო ძალა. მან ღიად იტრაბახა 14 ბომბით, რომელიც ირანში ჩამოაგდეს და სპეცრაზმით, რომელმაც ვენესუელას პრეზიდენტი გაიტაცა. ეს არის იმპერიის აღიარება. ჩვენ აღარ გვჭირდება საერთაშორისო სამართალი როგორც ფასადი, ჩვენ გვაქვს ძალა და ჩვენ გამოვიყენებთ მას როგორც საჭირო. ეს არ არის წესრიგის რღვევა, ეს არის იმ ნამდვილი სახის გამოჩენა, რომელსაც აწლეულების განმავლობაში ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბი ფარავდა. საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო ძლიერი სიარაღი, მაგრამ ახლა როცა ეს იარაღი ამერიკას ხელს უშლის, ის მას უბრალოდ აბსტრაქციას უწოდებს. რუბიო ამბობს, არმიები არ იბრძვიან აბსტრაქციებისთვის, ისინი იბრძვიან ხალხისთვის და ერისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა აღარ ცნობს არანაირ სამართლებრივ ბარიერს საკუთარი ექსპანსიისთვის. რუბიო დიდ დროს უთმობს დეინდუსტრიალიზაციას და მუშათა კლასის სამუშაო ადგილების დაკარგვის საკითხს. ის ამაში ადანაშაულებს გლობალურ ელიტებს და უსაზღვრო ვაჭრობას. ეს არის კლასიკური манипуляция. მან თქვა, რომ დეინდუსტრიალიზაცია არ იყო გარდაუვალი, ეს იყო გაცნობიერებული პოლიტიკური არჩევანი.
მაგრამ ვისი არჩევანი? სინამდვილეში სამუშაო ადგილები გაქრა არა ცუდი დიპლომატიის გამო, არამედ კაპიტალის ლოგიკით. კორპორაციებმა, რომლებსაც რუბიო და ტრამპი წარმოადგენენ, წარმოება გადაიტანეს იქ, სადაც მუშების ექსპლუატაცია უფრო იაფია. ახლა კი, როდესაც ჩინეთმა ამერიკას თავისივე თამაში აჯობა, ვაშინგტონი ტარიფებზე და ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ალაპარაკდა. რუბიოს გეგმა, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური მოგზაურობა და დასავლური მიწოდების ჩაჭვები არ არის სრულნოა რიგით ამერიკელზე. ეს არის ცდელობა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კვლავ კაპიტალის დაგროვების ცენტრში დადგეს. ტარიფები, რომლებზეც ისაუბრობს, მხოლოდ ფასების გაზრდას ემსახურება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და მოგების დაზღვევას გიგანტური მონოპოლიებისთვის. მივაქციოთ ყურადღება ერთ-ერთ ყველაზე საზარელ პასაჟს. რუბიომ გარემოს დაცვით პოლიტიკას კლიმატური კულტი უწოდა. მისი თქმით, ეს არის დასავლეთის თვითგვემის ფორმა, რომელიც ევროპას და ზოგადად დასავლელ ხალხს აღარიბებს, მაშინ როცა სხვები ნავთობს და გაზს იყენებენ. ეს არის ნავთობის მაგნატების ხმა. რუბიო ეუბნება ევროპას. ფეხებზე დაიკიდეთ პლანეტა, იყიდეთ ჩვენი წიაღისეული საწვავი, რადგან ეს არის ჩვენი ცივილიზაციური უპირატესობის წყარო. ისინი შიშს კლიმატის ცვლილების მიმართ პარალიზებულ მდგომარეობად ნათლავენ. სინამდვილეში ეს არის ომი მეცნიერების, მომავლისა და გლობალური სამხრეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ კლიმატური კატასტროფის პირველი მსხვერპლი იქნება. სახელმწიფო დივანი შეეხო მიგრაციასაც. რუბიოსთვის ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ცივილიზაციის გადარჩენისთვის. მან თქვა, რომ საზღვრების კონტროლი არ არის ქსენოფობია, ეს არის სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი. მაგრამ ვინ შექმნა ეს მიგრაციული ნაკადები? ვინ აქცია ლათინური ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი ომისა და სიღარიბის პოლიგონებად? სწორედ იმ იმპერიალისტურმა პოლიტიკამ, რომელსაც რუბიო ახლა ცივილიზაციას უწოდებს. იმპერია ჯერ ანადგურებს ხალხის საცხოვრებელ გარემოს, ხოლო როცა ეს ხალხი გადარჩენისთვის მათ კარზე აკაკუნებს, მათ ბარბაროსებად აცხადებს. ეს არის კლასიკური შიშის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მუშათა კლასის დაყოფას რასობრივ ნიადაგზე, რათა ხალხმა ვერ დაინახოს ნამდვილი მტერი, კორპორატიული დიქტატურა. კლიმატური კულტის დასამშვიდებლად ჩვენ თავს მოვიხვიეთ ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ხალხს აღარიბებს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ნახშირს, ბუნებრივ აირსა და ყველაფერს, არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად, არამედ ჩვენს წინააღმდეგ ბერკეტად გამოსაყენებლად. ხოლო უსაზღრო სამყაროს ძიებაში ჩვენ კარი გაუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის უწყვეტობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. ჩვენ ეს შეცდომები ერთად დაუშვით. ახლა კი ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულნი ვართ, თვალი გაუსწოროთ ამ ფაქტებს და წინ წავიდეთ აღდგენისთვის. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ იტვირთებს განახლებისა და რესტავრაციის მისიას, რომელიც შთაგონებულია ისეთივე საამაყო, სუვერენული და სასიცოცხლო მომავლის ხედვით, როგორიც ჩვენი ცივილიზაციის წარსული იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში ეს მარტო გავაკეთოთ, ჩვენი უპირატესობა და ჩვენი იმედია, რომ ეს თქვენთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად განვახორციელოთ. რუბიოს სიტყვა მიუნხენში არ იყო ძალის დემონსტრირება, ეს იყო დაღმავალი იმპერიის კივილი, როდესაც აღარ მუშაობს ეკონომიკური ლოგიკა, როდესაც აღარ მუშაობს ლიბერალური ზღაპრები, რჩება მხოლოდ ერთი მოწოდება, სისხლისა და ნიადაგისკენ. რუბიომ თქვა, ჩვენ არ გვსურს ჩვენი მოკავშირეები იყვნენ სუსტები, რადგან ეს ჩვენც გვასუსტებს. ეს არის ულტიმატუმი ევროპისადმი. მოახდინეთ მილიტარიზაცია ჩვენი პირობებით, იყიდეთ ჩვენი იარაღი, ჩაერთეთ ჩვენს რასისტულ კულტურულ ომში ან გადაგთელოთ. თავის მხრივ ევროპა შოქშია, მაგრამ ეს არ არის კეთილშობილი ადამიანის მორალური აღშფოთება, რომელიც უსამართლობას წააწყდა. ეს არის იმ მესჩანი შოკი, რომელსაც თავისი კომფორტული თბილის ბინისკარი რეალობა მწიხლით შეუნგრია. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიუნხენში გააკეთა განცხადება, რომელიც ევროპული ბურჟუაზიის საბოლოო ტრაგიზმს გამოხატავს. მან თქვა, რომ ევროპის არტადაგები დასრულებულია და რომ ევროპა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს მომავლის უსაფრთხოების მშენებლობაში. Let me paraphrase this for our American friends in English. ნება მომეცით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ეს ინგლისურად გადავთარგმნო. სამი თაობის განმავლობაში მოკავშირეებს, პარტნიორებსა და მეგობრებს შორის არსებულმა ნდობამ ნატო ყველა დროის უძლიერეს ალიანსად აქცია. ევროპამ კარგად იცის, რამდენად ძვირფასია ეს. დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში თავად შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ მარტო მიმოქმედოს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნატოს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა არ არის. ეს თავად შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაცაა.
მოდით, ერთად აღვადგინოთ და განვაახლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა. ჩვენ, ევროპელები, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვასრულებთ. We, the Europeans, we are doing our part. დაფიქრდით ამ ფრაზაზე, რას ნიშნავს ეს შვებულება? ეს ნიშნავს აწლეულებს, როდესაც ევროპული ელიტები თავს იტყუებდნენ თითქოს მათ მოაწყვეს პროგრესული, ჰუმანური და სოციალური წესრიგი. ისინი ამაყობდნენ თავიანთი უფასო ჯანდაცვით, მოკლე სამუშაო კვირით და მწვანე რიტორიკით, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ფასადი. ეს იყო სამოთხე, რომელიც ამერიკული სამხედრო მანქანის ურს უკან იყო აშენებული. სანამ ევროპელი ბურჟუა თავის მორალურ თვითმაყოფილებაში იყო ჩაძირული და ადამიანის უფლებებზე მსჯელობდა, ამერიკული იმპერია უზრუნველყოფდა მათთვის სიაფ რესურსებს, უსაფრთხო სავაჭრო გზებსა და გლობალურ დიქტატს. ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. კაპიტალიზმში და მტაცებლების წესრიგში შენ მშვიდწყნარ ბურჟუაზიულ ცხოვრებას ვერ მოიწყობ. ევროპას ეგონა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო კაპიტალისტური სისტემის ნაწილი, მიეღო სარგებელი გლობალური ექსპლუატაციიდან, მაგრამ თავად ხელი არ გაესვარა. მათ სურდათ მორალური კაპიტალიზმი, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს. მერცის სიტყვებით, ამერიკის პრეტენზია ლიდერობაზე შესაძლოა უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს არის ევროპული ელიტების პანიკა. ისინი მიხვდნენ, რომ ვაშინგტონი აღარ აპირებს იყოს მათი უფასო მცველი. რუბიო მათ პირდაპირ უთხრა, ჩვენ არ გვინდა სუსტი მოკავშირეები. და აი ევროპა იძულებულია თავით გადაეშვას იმ ველურ ომში რესურსებისთვის, რომელსაც აქამდე სხვებს აბარებდა. მილიტარიზაცია მხოლოდ ჯარისკაცების რაოდენობა არ არის, ეს არის დარტყმა ყოველ ევროპელზე. გერმანია თავდაცვის ხარჯებს 5%-მდე ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ის ასეულობით მილიარდი ევრო, რომელიც აქამდე საავადმყოფოებს, სკოლებს და პენსიებს ხმარდებოდა, ახლა რაინმეტალის და აირბასის ჯიბეებში წავა. ევროპული პროგრესულობა იწირება იმპერიული გადარჩენისთვის. მერცი და სხვა ევროპელი ლიდერები ახლა სტრატეგიულ ავტონომიაზე საუბრობენ. ეს ლამაზი სიტყვებია, რომელიც რეალურად ნიშნავს ევროპული იმპერიალიზმის რენესანსს. მერცმა თქვა, რომ სუვერენული ევროპა არის ჩვენი საუკეთესო პასუხი ახალ ეპოქაზე, მაგრამ რა არის ეს სუვერენიტეტი? ეს არის ბრძოლა აფრიკული მინერალებისთვის, ეს არის ბრძოლა ენერგორესურსებისთვის. ევროპას აღარ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რაც გარეთ ხდება, რადგან ეს გარეთ უკვე მათ კარზეა. თუ აქამდე ისინი თავს იკატუნებდნენ, რომ ვერ ხედავდნენ, როგორ იძარცვებოდა გლობალური სამხრეთი, ახლა მათ თავად მოუწევთ ამ ძარცვის ორგანიზება, რათა თავიანთი ინდუსტრია გადაარჩინონ. მერცმა ღიად ისაუბრა მაკრონთან ბირთვულ შეკავებაზე. გერმანია, რომელიც აწლეულების განმავლობაში პაციფიზმს ქადაგებდა, ახლა ბირთვულ ამბიციებზე ფიქრობს. ეს არის იმ მესჩანის ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება, რომ მისი მშვიდი ცხოვრება დასრულდა და ახლა თავად უნდა გახდეს მტაცებელი, რომ არ შეჭამო. კაპიტალიზმის ლოგიკა დაუნდობელია. შენ ვერ იქნები კეთილი კაპიტალისტი. შენ ან ხარ იმპერიის ნაწილი და იბრძვი რესურსებისთვის, ან ხარ სხვისი ნანადირები. ევროპა ირჩევს პირველს. ისინი აპირებენ სოციალური სერვისების ნაცვლად ფული იარაღში ჩადონ. რუბიო მათ უთხრა, რომ ევროპა გლობალური სოციალურ სახელმწიფოდ გადაიქცა, რაც ამერიკისთვის მიუღებელია. სტარმერმა და მერცმა ეს გაკვეთილი კარგად ისწავლეს. ისინი ემზადებიან, რომ თავიანთი მოსახლეობა მუდმივი ომისა და შეიარაღების რეჟიმში გადაიყვანონ. მერცი გვპირდება, რომ ბუნდესვერს ევროპის უძლიერეს არმია დაქცევს. კი სტარმერი საუბრობს მყარ ძალაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენი დამშვიდებულია რუბიოს რასისტული გამოსვლით. რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, შიში. შიში იმისა, რომ მათი მესჩანური კომფორტული სამყარო ინგრევა და ერთადერთი გზა მისი შენარჩუნებისა არის ღია მილიტარიზმი და გლობალური სამხრეთის ახალი, კიდევ უფრო სასტიკი ექსპლუატაცია. თქვენ ვერ დახუჭავთ თვალს იმაზე, რაც გარეთ ხდება. ის ყოველთვის შეგახსენებთ თავს და ევროპას მოუწევს რესურსების ველურ ომში თავით გადაშვება. ამ ომში პირველი მსხვერპლი სწორედ ის სოციალური ევროპა იქნება, რომლითაც ისინი ასე ამაყობდნენ. ასე რომ არჩევანი მუნხენში არ ყოფილა ომსა და მშვიდობას შორის. ევროპას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა მილიტარიზმისა. ამ შემთხვევაში გამარჯვებული ცხადია იქნება სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ხოლო დამარცხებული ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჯიბიდან უკანასკნელ ეროსაც ამოაცლიან ახალი ტანკებისა და რაკეტებისთვის. მერცმა დაასრულა შვებულობა ისტორიიდან. ჩვენ კი გეტყვით, ისტორია, რომელიც ახლა იწყება, იქნება ბევრად უფრო სისხლიანი და დაუნდობელი, ვიდრე ეს ევროპულ ბურჟუაზიას წარმოუდგენია. აქ ხდება ლოგიკური კითხვა, რომელიც თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ. კარგი, ჩვენ ვაკრიტიკებთ მილიტარიზაციას, მაგრამ რა უნდა ექნა ევროპას აქამდე, რომ რუსეთის იმპერიალისტური კლანჭებიდან თავი დაეღწია. ნუ თუ მართლა არ არსებობდა სხვა გზა გარდა დღევანდელი პანიკური შეიარაღებისა. სიმართლე ისაა, რომ ევროპას ეს გზა ჰქონდა, მაგრამ მან ის შეგნებულად გაცვალა მოკლევადიან კომფორტსა და კორპორაციულ მოგებაზე. პირველ რიგში ევროპას უნდა ეზრუნა ნამდვილ ენერგეტიკულ სუვერენიტეტზე. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ნაცვლად ამისა გერმანულმა და ფრანგულმა გიგანტურმა კორპორაციებმა გადაწყვიტეს, რომ რუსული იაფი გაზი იყო საუკეთესო საშუალება მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. მათ ააშენეს ჩრდილოეთის ნაკადები, ჩახსნეს ატომური სადგურები და მთელი კონტინენტი კრემლის მილზე ჩამოკიდეს. იმიტომ რომ ეს იყო მომგებიანი აქ და ახლა.
მათ ჩვენურად იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ კაპიტალის ლოგიკა ასეთია. სანამ მოგება მოდის თვალს ხუჭავ ნებისმიერ ტირანიაზე და დიქტატურაზე. მეორე და ყველაზე მთავარი, ევროპას უნდა შეექმნა უსაფრთხოების დამოუკიდებელი არქიტექტურა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ამერიკულ დიქტატზე. მათ უნდა ეღიარებინათ, რომ უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა არ არიან ვაჭრობის საგნები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ნაცვლად ამისა, ევროპა წლების განმავლობაში თამაშობდა ორმაგ თამაშს. ერთი ხელით კრამთან ბიზნესს აკეთებდა, ხოლო მეორე ხელით თავს იტყუებდა თითქოს ამერიკული ხოლგა მარადიული იქნებოდა. მათ ჰქონდათ შანსი დაეწყოთ ინვესტირება საკუთარ თავდაცვასა და ტექნოლოგიებში. არა ახლა პანიკურად და ხალხის გაღარიბების ხარჯზე, არამედ გეგმიურად და სოციალური ბალანსის დაცვით. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. იმიტომ რომ ევროპულ ბურჟუაზიას ერჩივნა ფული თბილ აბაზანაში დაებანდებინა, ხოლო უსაფრთხოების ფუნქცია ვაშინგტონისთვის გადაებარებინა. დღეს, როდესაც მერცი და სტარმერი გამოგვიძებაზე საუბრობენ, ეს არ არის გმირობა. ეს არის გაკოტრებული მენეჯერების პანიკა, რომლებმაც საკუთარი მომავალი გაანიავეს. ნამდვილი სხვა გზა იყო სოლიდარობა აღმოსავლეთ ევროპასთან და ისეთი პოლიტიკა, რომელიც არ იქნებოდა იმპერიალისტური თამაშების დანამატი. ევროპამ აირჩია პარაზიტიზმი და ახლა როცა მასპინძელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მის გამოყვებაზე, ევროპა იძულებულია თავად გახდეს სტაცებელი. აქ ერთი რამ უნდა დავაზუსტოთ, როდესაც ჩვენ ევროპულ მილიტარიზაციას ვაკრიტიკებთ, ეს არანაირად არ აკნინებს უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას. პირიქით, უკრაინელი ხალხის თავგანწირო არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ნებისმიერი იმპერიალისტური თამაში ამაზრზენად გამოიყურება. უკრაინა დღეს საკუთარი არსებობისთვის იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა არის უმაღლესი ხარისხის სუვერენული აქტი. მაგრამ ნახეთ, რას აკეთებენ მიუნხენში შეკრებილი ელიტები. ისინი ამ მამაცობას საკუთარ პროდუქტად ასაღებენ. ისინი უკრაინელი ხალხის სისხლს იყენებენ როგორც მორალურ საბაბს, რათა გაამართლონ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და სოციალური პროგრამების შეკვეცა. მათთვის უკრაინის გამარჯვებაზე მეტად მნიშვნელოვანია ის ოქროს წვიმა, რომელიც მათ სამხედრო კორპორაციებს ამ ომის ფონზე დაატყდათ თავს. ევროპა ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ნამდვილი სხვა გზა იქნებოდა უკრაინის რეალური მხარდაჭერა, არა მხოლოდ იარაღით, არამედ იმგვარი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შექმნით, რომელიც დაასრულებდა იმპერიალისტურ მეტოქეობას ჩვენს კონტინენტზე. ნაცვლად ამისა, მერცი და სხვაები გვთავაზობენ სამყაროს, სადაც უკრაინა მუდმივი ფრონტის ხაზია, ხოლო ევროპა მუდმივი ყაზარმა. ეს არის უდიდესი ცინიზმი, ამოეფარო მებრძოლი ხალხის ზურგს, რათა საკუთარი ძველი და მტაცებლური ამბიციები გააცოცხლო. ევროპულმა ბურჟუაზიამ დაასრულა თავისი შვებულება ისტორიიდან, მაგრამ მათ ისტორიის გაკვეთილებიდან ვერაფერი ისწავლეს. ისინი ისევ ირჩევენ იარაღის რბოლას, ისევ ირჩევენ რესურსების ველურ გადანაწილებას და ისევ ცდილობენ, რომ ამ ყველაფრის ფასი ჩვეულებრივმა მშრომელებმა გადაიხადონ პარიზშიც, ბერლინშიც და კიევშიც. ნუ მოტყუდებით, ეს გამოუვალი მდგომარეობა მათივე სიხარბის და პოლიტიკური სიბრმავის შედეგია. ისინი ახლა იარაღს ყიდულობენ არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც მათ იციან, კაპიტალისტური ჰეგემონიის გზა, მხოლოდ ომითა და ჩაგვრით გრძელდება. სანამ მარკო რუბიო მიუნხენის სცენაზე ცივილიზაციურ ომებს ქადაგებდა და ევროპას თეთრ ქრისტიანულ ციტადელში ეპატიჟებოდა, სცენაზე გამოვიდა კაცი, რომელმაც აჩვენა, როგორია იმპერიალიზმი 21 საუკუნეში. ეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, ვანი. დააკვირდით კონტრასტს. რუბიო საუბრობს ბომბებზე, ტანკებსა და ბარბაროსებზე. ვანი კი საუბრობს გლობალურ მართვაზე, სუვერენულ თანასწორობაზე და კაცობრიობის საერთო მომავალზე. ეს იყო ნამდვილი გეოპოლიტიკური მასტერკლასი. ჩინეთი ახლა იმას აკეთებს, რასაც ამერიკა 1945 წელს აკეთებდა. ის ირგებს გონიერის ზრასულის ნიღაბს, რომელიც იცავს საერთაშორისო ინსტიტუტებს, სანამ თავად ამ ინსტიტუტების მეშვეობით მსოფლიოს ეკონომიკურ დაპყრობას გეგმავს. იმისათვის, რათა გლობალური მართლობა განვამტკიცოთ და მისი რეფორმირება მოახდინოთ, ჩვენ გაერო უნდა გავაძლიეროთ, რადგან ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ანტიფაშისტური მოძრაობის ამ მსოფლიოში. ეს ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი იყო დამანგრეველ ომზე რეფლექსიისგან ამოზრდილი. ის მშვიდობის პროექტია, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ის მსოფლიო ხალხების მიერ აგებული უდიდესი შენობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაძლიეროთ ის და არ გვაქვს უფლება მას ძირი გამოუთხაროთ. გაერო არ არის უნაგო, მაგრამ ის ყველაზე საყოველთაო და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციად რჩება მსოფლიოში. გაეროს ეგიდით, ყველა ქვეყანა მიუხედავად ზომისა, სიმდიდრისა და ძალისა, ახერხებს თავისი ხმა გააშხეროს. ყველას აქვს ხმა და თითოეული ატარებს თავის მოვალეობებს, ისევე როგორც უფლებებს. გაეროს გარეშე მსოფლიო ჯუნგლების წესრიგს დაუბრუნდებოდა, რომელშიც ძლიერი სუსტზე ნადირობს და პატარა, ისევე როგორც საშუალო ქვეყნები, დაკარგავდნენ გადარჩენის და განვითარების საფუძველს.
ვანიმ დასავლეთს პირდაპირ დასცინა. მან თქვა, ჩვენ გვაქვს 2000 წლიანი სიბრძნე, რომლის მიხედვითაც ყველა ნივთს შეუძლია თანაარსებობა ერთმანეთის დაზიანების გარეშე. ეს არის კლასიკური კაპიტალისტური ცინიზმი. ჩინეთს ჰარმონია იმიტომ აწყობს, რომ დღეს ის არის მსოფლიოს ნომერ პირველი საექსპორტო მანქანა. მას სჭირდება ღია ბაზრები, რათა თავისი პროდუქციით წაალეკოს ევროპა და ამერიკა. ამიტომ, როცა ვანი მულტილატერალიზმზე საუბრობს, ის სინამდვილეში ამბობს: უნდა გვიწესებთ ტარიფებს, გვიკეტავთ კარებს, მოგვეცით საშუალება თქვენი ეკონომიკა ჩვენს წარმოებაზე ჩამოყიდოთ. ეს არის კლასიკური კაპიტალისტური ცინიზმი. ჩინეთს ჰარმონია იმიტომ აწყობს, რომ დღეს ის არის მსოფლიოს ნომერ პირველი საექსპორტო მანქანა. მას სჭირდება ღია ბაზრები, რათა თავისი პროდუქციით წაალეკოს ევროპა და ამერიკა. ამიტომ, როცა ვანი მულტილატერალიზმზე საუბრობს, ის სინამდვილეში ამბობს: უნდა გვიწესებთ ტარიფებს, გვიკეტავთ კარებს, მოგვეცით საშუალება თქვენი ეკონომიკა ჩვენს წარმოებაზე ჩამოყიდოთ. ვანიმ ევროპას ძალიან მწარე კითხვით მიმართა: რატომ გახდა ჩინეთი ერთ დღეს თქვენი სისტემური მეტოქე? მან პირდაპირ მიანიშნა, რომ ევროპა საკუთარ თავს იზიანებს, როცა ამერიკულ დიქტატს ემორჩილება. ჩვენ პარტნიორები ვართ და არა მტრები. ეს არის პეკინის მთავარი გზავნილი ბრიუსელისთვის. მაგრამ მოდით შევხედოთ ამ პარტნიორობას. ჩინეთი ევროპას თავაზობს ვაჭრობას, სანამ ამერიკას თხოვს, რომ ფული იარაღში ყაროს. ეს არის არჩევანი ორ მტაცებელს შორის. ჩინეთისთვის მრავალპოლარულობა ნიშნავს მსოფლიოს, სადაც ვაშინგტონი ვეღარ შეუშლის ხელს პეკინის ექსპანსიას აზიასა და აფრიკაში. ვანი მისიც კი ახსენა, რომ ევროპა არ უნდა იყოს მენიუში, ის უნდა იჯდეს მაგიდასთან. რა თქმა უნდა, მას ევროპის სუვერენიტეტი კი არ ადარდებს, არამედ სურს დასავლური ბლოკის დაშლა, რათა სათითაოდ გადაყლაპოს მისი ბაზრები. განსაკუთრებით საინტერესოა მისი პოზიცია იაპონიასთან მიმართებით. მან იაპონია დაადანაშაულა იმაში, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ კოლონიური ამბიციები ტაივანის მიმართ და გააფრთხილა: თუ ძველ გზას დაუბრუნდებით, ეს იქნება ჩიხი. ჩინეთი იყენებს ისტორიულ ტრავმებს, რათა გაამართლოს საკუთარი სამხედრო გაძლიერება. ეს არის იმპერიალიზმის ის ფორმა, რომელიც ყოველთვის თავდაცვის და სამართლიანობის აღდგენის სახელით მოქმედებს. და სანამ ეს გიგანტები ამერიკა და ჩინეთი მიუნხენში ერთმანეთს რიტორიკაში ეჯიბრებოდნენ, სადღაც კულუარებში გაისმა გლობალური სამხრეთის რეალური ხმა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ გააკეთა ის განცხადება, რომელმაც რუბიოს ცივილიზაციური ზღაპრები ნამსხვრევებად აქცია. რამაფოსამ პირდაპირ თქვა: ჩვენ უნდა აუცილოთ თავიდან კოლონიალიზმის ახალი ფორმა, როდესაც რუბიო და დასავლელი ლიდერები საუბრობენ კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებზე, ისინი რეალურად აფრიკაზე საუბრობენ. ისინი საუბრობენ კობალტზე, ლითიუმსა და იმ რესურსებზე, რომლებზეც დგას მომავლის ტექნოლოგიები. რამაფოსას პასუხი იყო მკაცრი: აღარ იქნება ისე, რომ აფრიკიდან მხოლოდ მიწა და მტვერი გავიდეს ექსპორტზე. აფრიკა ითხოვს, რომ რესურსების გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ისინი აღარ აპირებენ იყვნენ მხოლოდ ბენზინგასამართის სადგური ან მაღარო დასავლური თუ ჩინური კორპორაციებისთვის. ეს არის ის, რაც რუბიოს ცივილიზაციურ სურათში არ ჯდება. მისთვის აფრიკა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც უნდა დაიცვან ჩინური გავლენისგან, რათა თავად გაძარცვონ ის. აფრიკა რეპორტთან საუბრისას მან აღნიშნა, ციტირებას ვახდებ: ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ კოლონიალიზმის ახალ ფორმას, სადაც დასავლური ეკონომიკები ჩვენს მინერალებს ამოიღებენ მიზანში. დადგა დრო აფრიკამ ბიზნესის საკუთარი პირობებით აწარმოოს. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ G20-ის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს რესურსებსა და კრიტიკულ მინერალებზე სათანადოდ იქნას განხილული. აღარ უნდა განმეორდეს შემთხვევა, როდესაც აფრიკიდან ნედლეულის, ნიადაგისა და მტვრის ექსპლუატაცია ხდება. აფრიკელი აქტივისტი სანდრა ბაბუინგი თავის ბლოგზე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან მიუნხენის 2026 წლის კონფერენცია შეადარა ბერლინის 1884 წლის კონფერენცია, სადაც ევროპულმა იმპერიებმა აფრიკა სახაზავით გადაინაწილეს. ბაბუინგი ამბობს: რუბიომ რომანტიზება გაუკეთა იმპერიას, მან 500 წლიან ექსპანსიას სიცოცხლის უნარიანობა უწოდა. მაგრამ აფრიკისთვის ეს ექსპანსია იყო გემები, ქვემეხები და მონობა. მისი თქმით, დასავლეთი ახლა ცდილობს ისტორიული ამნეზიის გაყიდვას. რუბიოს ფრაზა მოკავშირეები არ უნდა იყვნენ დანაშაულის გრძნობით შებორკილნი, ბაბუინგმა თარგმნა ასე: დაივიწყეთ რეპარაციები, დაივიწყეთ ჩვენი დანაშაულები და მოგვეცით საშუალება ისე გაგზარცვოთ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ეს არის გლობალური სამხრეთის რეალური პოზიცია. მათთვის მიუნხენი არ არის უსაფრთხოების ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც თეთრი ელიტა წყვეტს, როგორ შეინარჩუნოს ჰეგემონია ჩინეთთან ბრძოლაში, აფრიკული და ლათინური ამერიკული რესურსების ხარჯზე.
ბაბუინგმა თავისი გამოსვლა გაფრთხილებით დაასრულა. ამჯერად აფრიკისთვის ეს აღარ იქნება სურპრიზი. ჩვენ თქვენი გეგმები კარგად ვიცით. ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ფაშიზმში გადადის საკუთარი ცივილიზაციის გადასარჩენად. ვიხილეთ ჩინეთი, რომელიც ჰარმონიის ენით ცდილობს მსოფლიო ბაზრების ჩაყლაპვას. და ვიხილეთ ევროპა, რომელიც საკუთარ სოციალურ სამოთხეს სამხედრო ბიუჯეტში ცვლის, რათა ამ ორ გიგანტს შორის არ გაიჭრიტოს. მაგრამ მთავარი გაკვეთილი სხვა, კაპიტალისტური სისტემა ვეღარ სთავაზობს კაცობრიობას მშვიდობას, ის მხოლოდ სთავაზობს არჩევანს იმპერიალიზმის სხვადასხვა ფორმებს შორის. მიუნხენი 2026-მა დაადასტურა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ელიტები ემზადებიან დიდი გადანაწილებისთვის და ამ გადანაწილებაში ხალხის ინტერესები საერთოდ არ ფიგურირებს. ისინი საუბრობენ სტრატეგიულ ავტონომიაზე და ცივილიზაციურ ღირებულებებზე. ჩვენ კი ვამბობთ, ეს არის მტაცებლების ენა. ნამდვილი უსაფრთხოება დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი იტყვის უარს იყოს აზერბაიჯანი ხორცი მათ ცივილიზაციურ ომებში. ახლა გადავდივართ იმ წერტილზე, სადაც მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა. თერთმა სახლმა ირანს 15 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა. თქვენ დღეს ირანზე თქვით, რომ თუ ისინი გარიგებაზე არ წავლენ, ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება. კონკრეტულად რა? მე ამაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რა არის მიზანი, თუ კი საქმე აშშ-ს სამხედრო ინტერვენციამდე მივა. ჩვენ ან დავდებთ გარიგებას, ან მივიღებთ მას ამა თუ იმ გზით. მაგრამ, როდესაც სამხედრო დარტყმები მათ ბირთვულ პროგრამას გაანადგურებს. მე ამაზე არ გელაპარაკებით, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ ან მივიღებთ გარიგებას, ან მათთვის ყველაფერი სავალალოდ დასრულდება. და თქვენ თქვით, რომ მათ მკაცრი ბოლოვა და დედლაინი მიეცით გარიგებისთვის. ვფიქრობ 10-15 დღეს სრულიად საკმარისი დროა. ეს პრაქტიკულად მაქსიმუმია. პენტაგონმა რეგიონში ისეთი მასშტაბის სამხედრო ძალა განათავსა, როგორიც 2003 წლის ერაყში შეჭრის შემდეგ არ გვინახავს. ავიამზიდი ჯერალდ ფორდი, რომელიც წესით ტექნიკურ მომსახურებასა და ეკიპაჟის როტაციას საჭიროებდა, სასწრაფოდ გადაისროლეს ვენესუელიდან სპარსეთის ყურეში. ეს არ არის წვნები. ეს არის ნამდვილი ომის წინადღე. ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯერემი სკეჰილი ამხელს, რომ ტრამპ სურს ისტორიაში შევიდეს როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სამუდამოდ დაასრულა ისლამური რევოლუცია ირანში. და ამის გაკეთება მას შუალედურ არჩევნებამდე სჭირდება. ომი როგორც საარჩევნო პიარი, აი რა არის იმპერიის რეალური სახე. იმპერიისა, რომელსაც თავად ამერიკელი სამხედროები თვითმლოკავ ნაყინის კონუსს უწოდებენ. ეს არის ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც თავად ქმნის ომებს, რათა მერე საკუთარი არსებობა გაამართლოს და კიდევ მეტი ბიუჯეტი მოითხოვოს. ირანთან ომი მათთვის მორიგი ნაყინია, მაგრამ ნუ მოტყუდებით და ნუ ეძებთ ამ კონფლიქტში კეთილ მხარეს. თუ ვაშინგტონი მტაცებელი იმპერიაა, თეირანში შედან თეოკრატიული ჯალათები. ირანის რეჟიმი ახლა თავდაცვის პოზაშია, მაგრამ ვის განიცავენ თავს? საკუთარი ხალხისგან. ეს არის რეჟიმი, რომელიც აწლეულებია ანტიიმპერიალიზმის ნიღბით საკუთარ მოსახლეობას ძარცვავს. მათთვის ომი ამერიკასთან არის საჩუქარი. შესაძლებლობა, რომ შიდა პროტესტი საბოლოოდ ჩაახშონ და ნებისმიერი უკმაყოფილო დასავლეთის აგენტად გამოაცხადონ. ირანის ელიტა მზად არის ქვეყანას სასაკლაოდ აქციოს, ოღონდ საკუთარი სავარძლები შეინარჩუნოს. მათ ააშენეს მილიტარიზებული სახელმწიფო, სადაც რესურსები რაკეტებში იხარჯება. მაშინ, როცა ბაზრის მოვაჭრეებიდან ავტობის მუშები სიღარიბის გამო ქუჩაში გამოდიან. ამასთანავე ირანი აღარ აპირებს გამოზომილ დარტყმებს. თუ ადრე ისინი ცდილობდნენ მასობრივი მსხვერპლი აერიდებინათ, ახლა თეირანიდან მოდის სიგნალი. ირანის მთავარი სამიზნე ამერიკელი სამხედროს მკვლელობა იქნება. იმიტომ რომ მათ იციან, ამერიკულ საზოგადოებას მსგავსი მასშტაბის მსხვერპლის ატანა არ შეუძლია. ორივე მხარეს ჯერა, რომ ხანმოკლე, ინტენსიური ომი მათ მოლაპარაკებების პოზიციას გააუმჯობესებს. ტრამპის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ იმ კოლოსალური სამხედრო ძალით, რომელიც ახლა ირანის სიახლოვესაა თავმოყრილი, ისინი შეძლებენ ირანის სამხედრო განადგურებას ძალიან სწრაფად და შემდეგ მის იძულებას კაპიტულაციაზე. ირანელებს განსხვავებული გათვლა აქვთ. მათ სწამთ, რომ შესწევთ ძალა, მოკლევადიან პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ. მათ შორის რეგიონში არსებულ სამოქალაქო ნავთობ ინფრასტრუქტურაზე დარკმითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს გამოიწვევს ნავთობის ფასების კატასტროფულ ზრდას და საწყისი დანახარჯები აშშ-ისთვის იმდენად დიდი იქნება, რომ ვაშინგტონი მიხვდება, მას მოუწევს ხანგრძლივ ომში ჩაბმა, რისი ფუფუნებაც არა აქვს და შედეგად უკან დაიხევს. არსებითად ირანელები იმედოვნებენ, რომ აშშ-ს ტკივილი სატანის გაცილებით დაბალი ზღვარი აქვს ვიდრე მათ. ისინი ნაწილობრივ ეყრდნობიან ჰუსიტების მაგალითს, რომლებიც კვირების განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას ამერიკას, რის შემდეგაც ტრამპმა ინტერესი დაკარგა, არ ისურვა გაჭიანურებული კონფლიქტი და უკან დაიხია.
თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჰუსიტებმა ვერ მოახერხეს ვერც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის მოკლა. მათ სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენ კი ჯერ არ ვყოფილვართ სიტუაციაში, როდესაც დონალდ ტრამპის მეთვალყურეობისას 30, 50 ან შესაძლოა 200 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპება. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მისი ფსიქოლოგიური რეაქცია ასეთ სცენარზე. ასე რომ, ეს არის უკიდურესად სახიფათო ვითარება, სადაც ორივე მხარეს ესკალაციისკენ აქვს სტიმული. ჩვენ გავართ რეგიონული აპოკალიფსის ზღვარზე. ირანული ჰიპერბგერითი რაკეტები, ჰორმუზის სრუტი ჩაკეტვა და ნავთობის ფასების აფეთქება, ეს არის ის რეალობა, რომლითაც ტრამპი და ხამენეი ერთმანეთს ეთამაშებიან. ტრამპის ადმინისტრაცია დათვრა ვენესუელის ოპერაციის წარმატებით და გონია, რომ ირანიც მარტივი ნადავლი იქნება, მაგრამ ირანი 90 მილიონიანი ვენესუელაზე გაცილებით მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოა. ეს არ იქნება პატარა გასეირნება, ეს იქნება ხანგრძლივი სისხლისღვრა. ასევე აქ შემოდის ჩინეთის ფაქტორი. პეკინი ირანს აწვდის DF-17 ჰიპერბგერით რაკეტებს და რადარებს, რომლებსაც ამერიკული სტელს გამანადგურებლების დანახვა შეუძლიათ. ჩინეთმა სატელიტური ფოტოებიც კი გამოაქვეყნა, სადაც ამერიკული თვითმფრინავების ზუსტი კოორდინატებია ნაჩვენები. გარდა ამისა, ირანის რეჟიმი ცდილობს მსოფლიოს თავისი მორალური უპირატესობა დაანახოს. ირანულმა მხარემ ტრამპის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალურად უწოდა ეპშტეინის რეჟიმი. ეს არის უმძიმესი დარტყმა დასავლეთის მორალურ პოზაზე. თეირანი ეუბნება მსოფლიოს, თქვენ ჩვენ ბარბაროსებს გვეძახით, მაშინ როცა თქვენს მმართველ ელიტას პედოფილური სკანდალები აღჭობს. ეს არის ორი გახსნილი სისტემის ბრძოლა, სადაც თითოეული მხარე მეორის ჭუჭხს იყენებს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად. ირანის თეოკრატია და ამერიკული იმპერიალიზმი ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ორივე მათგანი ეყრდნობა ძალადობას, სიცრუეს და საკუთარი ხალხის ექსპლუატაციას. ჩვენი სოლიდარობა ირანელ ხალხს, რომელიც უროსა და გრდამ შორის არის მომწყდეული, რომლიდანაც გამოსავალი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენს კალენდარში კიდევ ერთი 24 თებერვალი მოდის. 4 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა რუსულმა იმპერიალიზმმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სასაკლაო მოაწყო. ამ სიმბოლური თარიღის წინ ჩვენ ხედავთ არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ უკრაინის მიწების აუქციონს ჟენევის ჩაკეტილ კარს მიღმა. იმპერიები ვაჭრობენ იმ მიწით, რომელიც ჯერ კიდევ სისხლით არის გაჟღენთილი. ამ აუქციონზე რუსეთი ცდილობს მსოფლიო ჰეგემონის როლი ითამაშოს. ვლადიმერ მედინსკი ჟენევაში ისტორიის ლექციებს კითხულობს და კატეგორიულად ითხოვს დონბასის იმ ნაწილს, რომლის აღებაც რუსულმა არმიამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. მაგრამ დააკვირდით ამ იმპერიული ნიღბის მიღმა არსებულ სისუსტეს. პუტინი ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ომიდან 4 წლის თავზე მისი ერთი შეხედვით უძლეველი არმიის ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინის სანგრებში დაასრულებდა სიცოცხლეს. ხოლო მოწინააღმდეგე რუსეთის გულში მოახერხებდა შეჭრას. პუტინი ფიქრობდა, რომ 1600 კილომეტრის დაშორებით მისი სამხედრო მანქანა უსაფრთხოდ იყო. ის შეცდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონებმა 1600 კილომეტრის მანძილზე პერმის რეგიონში ქალაქ გუბახაში მდებარე მეტაფრაქს ქემიკალსის ქარხანა ააფეთქეს. ეს არის რუსული ჰეგემონიის ნამდვილი სახე. სანამ კრემლი ჟენევაში სამართლიანობაზე ვაჭრობს და საკუთარი თავი გეოპოლიტიკური რეალობის შემოქმედი ჰგონია, რუსეთის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტები ჩირაღდნებივით იწვის. რუსეთი ფრონტზე ვერაფერს ახერხებს. გარდა იმისა, რომ საკუთარ მოქალაქეებს ხორცაკებ მანქანაში ყრის. ყოველი დაკავებული კილომეტრი მათ 156 ადამიანის სიცოცხლე უჯდებათ. საერთო დანაკარგები უკვე 1.2 მილიონს აღწევს. ეს არ არის ძლიერი იმპერიის ნიშანი, ეს არის სისხლიანი აგონია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩვეული ცინიზმით აცხადებს, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს, მაშინ როცა თვითმკვლელები აალებულ ქარხნებს იღებენ. რუსეთი ჟენევაში ითხოვს აღიარებას იმისა, რისი შენარჩუნებაც მხოლოდ საკუთარი ხალხის გენოციდით შეუძლია. ამ ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა მიუნხენში იყო სასტიკი მხილება დასავლური ორპირობისა. მან პირდაპირ უთხრა იქ შეკრებილ ელიტებს: უკრაინელები ადამიანები არიან და არა ტერმინატორები. მან ამხილა ის, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით. დასავლეთი უკრაინას როგორც ომის ლაბორატორიას ისე იყენებს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს პატრიოტებისთვის, მაგრამ იქვე დაამატა, რომ იარაღი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სანამ ვაშინგტონი საათს ფლობს და დროს წელავს, უკრაინა სისხლით ყიდულობს იმ გამოცდილებას, რომელსაც ახლა გერმანია უფასოდ ითვისებს. უკრაინელი ვეტერანები ახლა ბუნდესვერს დრონების ომს ასწავლიან. უკრაინული ბალონების სტრატეგია და ინოვაციები არის ის, რასაც ნატოს ქვეყნები მომავალში საკუთარი უსაფრთხოების ხერხემლად აქცევენ, სანამ თავად უკრაინას ჟენევის აუქციონზე ტოვებენ. მეორე მხრივ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენში დასვა ის კითხვა, რომელიც ყველას აწუხებდა.
რატომ არ ახსენა რუბიომ უკრაინა თავის გამოსვლაში? სწორედ ამ ფონზე სიკორსკიმ ამხილა ის მესჩანური მშვიდობის დივიდენდი, რომელსაც დასავლეთ ევროპა წლების განმავლობაში ჭამდა, სანამ აღმოსავლეთ ევროპა საკუთარ კონსტიტუციას სვლიდა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად. მაგრამ სიკორსკიმ მიუნხენში გაახმოვანა ერთი პარადოქსული და მეტად საინტერესო აზრიც. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ტრამპის მცდელობისა კიევს კაპიტულაციური ზავი თავს მოახვიოს, ამერიკას უკრაინაზე რეალური ბერკეტი პრაქტიკულად აღარ დარჩა. და იცით რატომ? იმიტომ რომ ტრამპმა უკვე გააკეთა ყველაზე რადიკალური რამ. მან უკვე შეაჩერა სამხედრო დახმარება. It was natural for the United States to be in the lead in these negotiations. ბუნებრივი იყო, რომ ამ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა მაშინ, როდესაც ის სამხედრო დახმარების ძირითად წილს გასცემდა. აშეში ასევე მამაცი და ეფექტური იყო სტრატეგიული დაზვერვის გამოყენებაში, რამაც რუსებს ომის დაწყების საბაბი წაართვა, ომის წინა და საწყის დღეებში. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ჩვენმა ამერიკელმა სტუმრებმა იცოდნენ, რადგან ეს სრულად არ არის ასახული ამერიკულ საინფორმაციო სივრცეში, რომ ამ ომის საფასურს ახლა ჩვენ ვიხდით. გასულ წელს ამერიკული დანახარჯები ამ ომისთვის ნულთან ახლოს იყო. ჩვენ თავად ვყიდულობთ ამერიკულ იარაღს უკრაინისთვის მისაწოდებლად. აშშ-ის კონგრესში არანაირი დახმარების პაკეტი არ არსებობს და მისი მიღების პერსპექტივაც კი არ ჩანს. თუ ჩვენ ვიხდით საფასურს, თუ ეს ჩვენს უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას და არა მხოლოდ უკრაინისაზე, მაშინ ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ამ ომის შედეგი სწორედ ჩვენზე აისახება. If this is affecting our security, not just Ukraine's, then we deserve the seat at the table because the outcome of this war will affect us. როდესაც ჩვენს ეგრეთ წოდებულ მოკავშირეს აღარაფერს აძლევ უფასოდ და ყველაფერს მხოლოდ ნახტ ფულზე მიჰყიდი, შენი შანტაჟის ძალაც სმულდება. უკრაინა დღეს იარაღს ყიდულობს ევროპული და საკუთარი ფულით. ვაშინგტონს აღარ აქვს ის ონკანი, რომლის გადაკეტვითაც კიევს დააშინებდა. სიკორსკი ამაში პოზიტივსაც კი ხედავს. იმპერიის მიერ მოკავშირის მიტოვებამ გამოიწვია ის, რომ უკრაინა უფრო დამოუკიდებელი გახდა თავის გადაწყვეტილებებში. ტრამპ შეიძლება გონია, რომ ჟენევაში მაგიდას აყირაობს, მაგრამ სინამდვილეში მან თავად გაანიავა ის გავლენა, რომელიც ადრე ჰქონდა. სიკორსკის თქმით, ამერიკასა და პოტენციურ მტრებს შორის ორი დიდი ოკეანეა. მათ შორის კი მხოლოდ უკრაინა. სწორედ ამიტომ აღმოსავლეთ ევროპა აღარ აპირებს იყოს ამერიკული იზოლაციონიზმის მძევალი. რუსეთ-უკრაინის ომი შევიდა ფაზაში, სადაც ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია. რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი დესპოტია, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ხორცაკებ მანქანაში ყრის. ამერიკა კი პრაგმატული მევახშია, რომელმაც ისე აჩქარა მოკავშირის მიტოვების პროცესი, რომ საკუთარი გავლენის ბერკეტებიც კი დაკარგა. უკრაინა იბრძვის ღირსებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლის გარშემო აშენებული იმპერიალისტური არქიტექტურა მხოლოდ ჩაგვრასა და ძარცვაზეა დაფუძნებული. ჩვენი სოლიდარობა ეკუთვნის იმ ხალხს, იმ უკრაინელებს, ვინც 24 თებერვალს ისევ სანგრებში შეხვდება, იმ გაყინულ და მომავალწართმეულ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ნამდვილ მშვიდობას ელის და არა იმპერიების თავსმოხეულ ეგრეთ წოდებულ განვითარების და რეკონსტრუქციის გეგმებს. დღეს ჩვენ ვიხილავთ გლობალური კაპიტალიზმის სახე. მიუნხენის მდიდრული დარბაზებიდან ჟენევის ჩაკეტილ კულუარებამდე ერთი და იგივე ლოგიკა მუშაობს. იმპერიები ცდილობენ დაასრულონ ძველი ომები, რათა დაიწყონ ახალი, უფრო მასშტაბური გადანაწილება რესურსებისა და ციფრული კონტროლისთვის. ჩვენ ნახეთ აშშ, რომელიც საერთაშორისო სამართალს აბსტრაქციას უწოდებს. ევროპა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს მილიტარისტულ რელსებზე გადაწყობას და რუსეთი, რომელიც ისტორიული სამართლიანობის ნიღმით საკუთარ ხალხს ხოცავს. მაგრამ ხალხის პროტესტი თეირანიდან შტატებამდე და აფრიკის ულტიმატუმი ახალი კოლონიალიზმის წინააღმდეგ ეს არის ის რეალური ძალა, რომლისაც ელიტებს ყველაზე მეტად ეშინიათ. ჩვენი ამოცანა არ დაუჯეროთ, რომ სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზა ყოველთვის არსებობს და ის გადის სიმართლესა და იმის გააზრებაზე, რომ ნამდვილი მტერი არა სხვა ერია, ეგრეთ წოდებული ცივილიზაცია, არამედ ის სისტემაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს მხოლოდ მოგების სტატისტიკად აღიქვამს. გემშვიდობებით მომავალ კვირამდე დროებით.